გუდაურის ისტორია ამ შენობიდან იწყება. 18-19 საუკუნეებში რუსეთისკენ მიმავალი მგზავრები ეგრეთ წოდებულ სტანცია გუდაურში ჩერდებოდნენ. აქვე წვლიდნენ სამხედრო გზის სერპანტინზე დაღლილ ეკიპაჟის ცხინებს. 310 წლის წინათ თბილისელ მოთხილამურეთა ჯგუფმა კავკასიონის ცენტრალურ ქედზე პირველი სათხილამურო ტრასა გაკვალა და ქართულ სამთო სათხილამურო სპორტის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. ავდივარი და ბავშვებს ვეუბნებით. ბავშვები, ჩვენა ვართ. ჩვენ გვეწყება ვარჯიში. ვარ აი ესე წოდებულ ასაიტის ტრასაზე. ხო იცით ეს ტრასა? ეს ბოლო ასლა აქა. აგიყვან. როდის დაიწყო ძალიან კარგად მახსოვს რა, მაგრამ აი რატო დაიწყო და როგორ ეს რისთვის დაიწყო? ეგ მაშინ ცოტა დღესაც კი ცოტა რთულად გასააზრებელია ჩემთვის, იმიტომ რომ აი რო ვიგონებ, ესე იგი მოვიდა ვაძიკა იყო ერთ-ერთი მათგანი, რამდენიმე კაცმა გადავწყვეტეთ თბილისში ესე იგი თხილამურებისთვის მოგვემზადებინა ბავშვები. რა თქმა უნდა, ვაპირებდით მე ბაკურიაში წასვლას. პრინციპში ეს ჯგუფი და სკოლა ბაკურიანში იყო განლაგებული პრინციპში, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ბევრ ბავშვს უვლიდით უფასოდ სახელმწიფო დაფინანსება იყო, ვაძინებდით, ვაჭმევდით და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენსკენ წამოვიდა მთელი ბავშვები, რომლებიც იყვნენ იმის რა ქვია, ბაკურიანელი წვრთნელების მოწაფეები. ხო და ამან განაპირობა ის რომ ეწყინათ რა, იმიტომ კლიენტურა წავართვით ფაქტიურად. ბაკურიანში მოხდა ისე რომ როცა საბაგირო გააკეთეს ეს პირველი მოხვედრა იყო წარმოუდგენელი რიგის გამო. გაჩნდა ფიქრი რომ რაღაცა უნდა გამოიცვალოს ადგილმდებარეობა. ამ დროს შემოვარდა თავისი იდეით ბატონი თამას ანთაძე ფარჩო ცნობილი ხელბურთელი და მოთხილამურე. მან გვითხრა რომ იმაში რა ქვია თელავში არის მშვენიერი ტრასა, მშვენიერი ისა, მშვენიერი თოვლი და რაღაც აკეთიკი და თელავის თავზე, ცივზე. აი საიდანაც ისვრიან იმას წეწყვის საწინააღმდეგო გრადები. ხო და წავედით ვნახეთ ჩვენც მოგვეწონა და დავიწყეთ ესე იგი მუშაობა ზაფხულის პერიოდში, ერთი ზაფხულის პერიოდში დავაყენეთ 1 კილომეტრიანი ტრასა վել 1000 ეს ჩეხური ტრასა იყო, საბაგირო იყო. უნდა ითქვას რომ აი ეს მაგალითი იყო просто ენტუზიაზმის და ვაფშე მუშაობის აი ესეთი გულით რა. ხო და შემოდგომაზე დავამთავრეთ ზამთარში, ჩავატარეთ შეჯიბრი იქა, მშვენიერი თოვლი, ყველაფერი. მეორე წელს დავგეგმეთ უკვე 150 ბავშვი ავიყვანეთ თელავის ტურბაზაში, მაგრამ ვაფშე არ მოვიდა თოვლით. მაშინ ჩვენთვის წარმოადგენა იმის რომ ვიპოვით ადგილს, სადაც მიწის სამუშაოები მოგვიწევს, თავს მოვჭრით, ხიდს გავაკეთებთ. ეს იყო ზაფხულის სფეროდან ამის ნებას და პულს ვინ მოგცემდა და ვეძებდით ადგილს რომ არაფერი გააკეთო რა, ოღონდ საბაგირო და დაეშვა მორაბზე და ესეთ ადგილები ბუნებაში ან არ არის ან ძალიან ცოტაა. მოკლედ გადაწყდა რომ ვიფიქროთ რაღაც უფრო ისეთ სერიოზული ადგილი, რომელიც თოვლიანია, რომელიც რაღაც დიდი მთა არის და ასე შემდეგ. გამოვიდით მლეთაში აი მლეთის სკოლის ქვემოთ იყო რაღაცა პატარა ესეთი ტრასა, რომელიც ისე ექსპერიმენტისთვის გავაკეთეთ. გამოირკვა რომ ძალიან ცივი ადგილი, ისეთი ცივია რომ არ იყრება თოვლის კი არ იყრება. ესე იგი ფეხს რო დაატყავ, ფეხი ჩადის მიწამდე. ხო და ერთი ზერო აი იმაზე რა ქვია. აი აქედან ჩანს ის ლომისის მთა. ლომისის მთის აი ეს არის აი ლომისის მთის ისით რომ გავიდოდა ეს მზე ერთ წუთში 1 გრადუსად ვარდებოდა ტემპერატურა, ვაფშე საშინელებაა. როდესაც მივხვდით რომ მლეთაში
სიცივის და ზვავის გამო ხიფათი იქნებოდა, ის საბაგირო ზვავმა წაიღო. მე ნელ-ნელა ამოვედი ძევით. ასიკო ბუჩიკური სკოლის დირექტორი იყო თუ ფიზკულტურის მასწავლებელი აღარ მახსოვს. ასიკოსთან ვილაპარაკეთ, რა ვქნათ, სიცივეები აქ რა. თუ სიტყვა გინდა თო? ადით გუდაურშია და როგორ ზემოთ ავიდეთ რა უფრო თბილას. ადით და ნახავთ ყველაფერს. ნუ ეს სამი კაცი მე ვახო და ლევანი ერთხელ რაღაცა არ ვიცი რა მანქანა იყო. მოკლედ აქ გზა ძალიან ცუდი იყო, იმიტომ პერევალები იკეტებოდა. ამოვედით. ეს რა ვნახეთ. აი ეს ყველაფერი სულტეთ. ესე იგი დიდი თოვლი იყო და ნუ მოკლედ საოცრება იყო. ანათებდა მაგარი მზე, სითბო. ნუ ყველაფერი იყო რა, ესე იგი აი ღმერთმა რომ მოინდომოს სათხილამო რომ ადგილი გააკეთოს, ისეთი იყო. მაშინ დავიწყეთ აი პირველი ასე ვთქვათ საცხოვრებლების მშენებლობა. ორი კოტეჯი დაიდგა ზემო გუდაურში. ქვევით შევაკოწიდეთ მოპარული სამშენებლო ვაჟა ლორთქიფანიძე მოგვაპარინა მაშინ მომკავშირის ქალაქში. ის სამი ცალი ამოვიტანეთ, ვაგონი ვიძახდით, აი ვაგონია ესე, ვაგონი ისე, ერთ-ერთმა მშობელმა გითხრა, თქვენ რო გისმენთო, თავი ვაგონიაში მგონია. პირველ ვაგონს აერქვა, აბა. პირველ ვაგონს აერქვა შამშე. ნუ პირველი ზურიკო მაისურაძე სკოლის დირექტორი იყო მაშინ ცხონებული ზურა და მაშინ ზურა რაც პირველი გააკეთა ესე იგი შემოიტანა ის ორი პატარა საბაგირო სეთურთან რო იდგა. აი ეს შემოვიტანეთ და გელა დებო დაერქვა მაგ ადგილს და სამშენებლო სახლი ამოიტანეთ და გელამ იქ დაიწყო მუშაობა. იმაში თოლში მზე შეაყვა არ ფერად ჩადეცი? აი ეს არ ჩადა ეგ და რა ვიცი ეთქობა ბევრი სინათლე იყო და აბა გავარჯობა ბავშვებო ბავშვები გარეთ არიან სეკლავე ბერესი კერენსკის როიზები გაუმარ ჩემი ახლო მეგობრები რამოდენიმე წელია ცდილობდნენ რომ გაეკეთებინათ სპორტსკოლა. ნუ ხან სადადგე საბაგირო, ხან სადადგე ხან ბაკურიანში ძირითადში რასაკვირველია, მაგრამ აი ამ არაგვის ხეობაშიაც რამოდენიმეჯერ ცადეს საბაგიროს აი პატარა გადასატანი არასტაციონარული საბაგიროს გაკეთება. ნუ ეს იყო პრინციპში ბავშვების წვალებას და მწვრთნელების წვალებას. ჩვენ არ ვფიქრობთ აი ესეთ რაღაც თითქოს კომერციულ დიდ სათხილამურო ცენტრის გახსნაზე გუდაურში. უბრალოდ ვფიქრობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ ბავშვს ელოთ ხილამურზე და რაც შეიძლება მეც შეეგზნო ეს სიხარული ამ თოვლისაგან. მე რო შემოვერთი ამ გუნდს, რომელმაც დაიწყო გუდაური. იყო 1980 წელი. და მაშინ დაიდგა პირველი, ასე ვთქვათ, სტაციონალური საბაგირო. მანამდე იყო რაღაც გადასატანი საბაგირო, რომელიც ხან ზვავმა წაიღო, ხან გაფუჭდა და ასე შემდეგ და მაშინ დავდგით პატარა 200 მეტრიანი ორი ცალი საბაგირო აი სეთურებში, რომელიც იყო დასაწყისი საერთოდ. მერე უკვე დაიდგა კილომეტრიანი საბაგირო, რომელიც წამოღებული იყო კახეთიდან, თელავიდან და მერე უკვე ჩაერთო, ასე ვთქვათ, მაღალი უფროსობა და განსაკუთრებით ბატონი სულიკო ხაბეიშვილი
და 83 იყო მე მგონი რომ დაიდგა პირველი ეს კატლაკოვის საბაგირო რომელიც საშინელება იყო მაგრამ ნუ ჩვენთვის საბაგირო იყო მაინც ხო ვიდაპირ ფონზეა ამაზე რომ დაждდებოდი გადმოდიოდი მთლიანად ტაოტიანი და ტალახიემიანი დროს ტროსი იყო გაჟღენთილი ეს ბაგირი იყო მაზუთით გაჟღენთილი და წვიმდა ზეთ როცა იჯექი რატომ მეჯერა რომ გამოვიდა დღესაც აქაც მოგეთ სულიკო ხამეშვილის იმდენი აუხსენი გადათხილამურებისა რომ ეს მთის სოფლების იმას მოიცავს და იმას და მოსმენა იცოდა ძალიან აზრიანი კაცი იყო და ისიც დაფიქრდა ძალიან მთისათვის ეს არის ერთადერთი ახალი სუნთქვა კი არა ყველაფერი და ძალიან ისეთი შემსრულებელი იყო თავის გადამწყვეტელებების და მოკლედ აი ეს ჯიუტად მოკლედ თითქოს ყველა წინამდებგი იყო ავსტრიული მთავრობა მოსკოვში ხომაზე ლაპარაკით სასაცილოდ ეჩვენებოდათ ისა და რა ვიცი ამგაცმა გაკაჭა ეს ყველაფერი ამ დოკუმენტების დონეს და ჯერ იტალიელებს ამ სიმპოზიუმზე ბაკურიაში იყვნენ იტალიელიდან იყო ვიღაც საბორეჭე რომელიც ფიატის რაღაც მოძილე იყო თუ რაღაცა და ტურიზმში იმაშვებოდა და იმისგან ვიღაცა აქ ნახეს და რაღაც ნუ თვითონ აპირებდნენ მაგრამ სამშობლო კავშირში მაშინ ესეთი მოლაპარაკებები პირველივე დღეს თავდებოდა მოლაპარაკებდნენ დამფერდებოდა და ეს ბაუზბურგიც რაღაც დაინტერესდა საქართველოს ეთყობა თუ რა ვიცი ახლა სათქმელია ერთი კი არა ერთი პერიოდი მე დამყავდა თბილისში რაღაცა შეხვედრებზე იმაზე ესეთი გრძნობა ქონდა ყველას რომ სრული პერსპექტივებაა ეს მაგრამ უცებ გამოვიდა 80-იანი წლების საქართველოში უპრეცედენტო ამბავი მოხდა ავსტრიელებმა მსოფლიო სტანდარტების მქონე მარკო პოლოს ქსელის ორი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ააშენეს ერთი თბილისში და ერთიც გუდაურში ავსტრიულ მხარეს ფირმა ABV-ს პრეზიდენტი ლეოპოლდ ბაუსბეგი წარმოადგენდა გუდაურის სასტუმრო 1988 წლის 2 აპრილს ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე საზეიმოდ გაიხსნა და მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ცხოვრობ დუშეთის რაიონის სოფელი არახვეთი ბურდულები სადაც ცხოვრობენ აი იმ სოფლიდან ვართ. ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო არის გუდაურში, როცა სეზონი იხსნება. გვიხარია რაც უფრო მეტი დიდი თოვლია და რაც უფრო ბევრი სტუმარი ხავს. გინდა ადგილობრივი, გინდა უკრაინელები და ეს პრიბალტიკელები. ცდილობთ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ აი ამ სეზონის მანძილზე ჩვენი შემოსავლის წყარო ძირითადად იყოს აქ. რაღაცები ჩვენი ნაქსოვებით, ჩვენი ქუდებით, ჩვენი ტყლაპებით, რა ისეთ შესაძლებლობა გვაქვს თითოეულ მოსახლეს, ცდილობთ ის გავაკეთოთ, რომ ვიარსებოთ, არსებობის წყარო გქონდეს. პრობლემებიც გასაკეთებელი ძალიან დიდი რაოდენობა ხა ეს მე და გელა უყურებდით და ამხელა სტადიონია და პრინციპში შაბათ-კვირის გარდა სეზონზე ნუ თითქმის цаრიელია სულ, იმიტომ რომ ძირითადად არის შაბათ-კვირას ამომსვლელი ერთდღიანი მოსრიალე. შეზღუდულია, ასე ვთქვათ, რაოდენობა საწოლებისაც, მეტის ატანა შეუძლია აქაურობას და მეტი ადამიანის სრიალი არის შესაძლებელი, უბრალოდ რაღაცა პირობები უნდა შეიქმნას. ეს პირობები ხა მე რა თქმა უნდა ეს რეცეპტები არ მაქვს და ალბათ კომპლექსურია და რთულია საკანონმდებლო თვალსაზრისითაც, მარკეტინგული თვალსაზრისით, მოზიდვის, საერთოდ სტაბილური მდგომარეობის რეგიონში ხა რუკას რო უყურებენ უცხოელები, აგერ აქვე მთის გადაღმა უკვე რუსეთია და უკვე რუსი პაგრანჩნიკები შეიძლება გამოჩნდნენ კიდევაც სადღაც მალე და ესე ეს გარკვეულად რა თქმა უნდა აფერხებს. ის არის გადის წლები
პოპულარიზაცია კი არა, ხალხი ჩამოდის უცხოეთიდან კი მესამედ, მეოთხედ. უყურებს იგივე მთას, უყურებს ამ მთაზე იგივე ძველ საბაგიროს დარჩენილ იმებს, რომელიც ვერ ავიღეთ, იმიტომ რომ ახალი კანონებით ის საბაგიროა და ფუნქციის გამოსვლა არ შეიძლება. უნდა გაყიდო როგორც საბაგირო. რაც თორია გუდაურის გენგეგმა უნდა გაკეთდეს. იმიტომ რომ დღეს არის დისბალანსი საბაგირო გზებსა, მთის წარმადობასა და ავტოსადგომებს შორის მაგალითად. ეს ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს. არ არის ახლა დაბალანსებული. ამას ყველაფერს წესრიგში მოყვანა უნდა და აუცილებელია გენგეგის მოხდა. ჩვენი მე ესე ვფიქრობ, რომ პირველი მოვალეობა ჩვენი მთავრობის არის, რომ გუდაურში გაკეთოს გენგეგი. და მომავალ. ბავშვებო, ეხლა თვითონ აი პროფესორ მასწავლებელი გაგიშვებთ და მე იცით რა მინდა თქვენგან. წავიდეთ. დავай, შემდეგი წავიდა. აი ეს მოხვევა იქიდან. შემდეგი. წავიდა. შემდეგი. წავიდა. მიუხედავად პრობლემებისა და წინააღმდეგობებისა, გუდაური ვითარდება და ახარებს როგორც ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს თავისი საუცხოო სილამაზითა და სამთო-სათხილამურო სპორტისთვის იდეალური ბუნებრივი პირობებით. 80-იანი წლების პიონერების თავდაუზოგავ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. გუდაურმა არაერთ თაობას შეაყვარა მთა და თოვლი და დღესაც წარმატებით აგრძელებს ამ საქმეს.